მოდი გიორგი უკვე მოვიწვიოთ ჩვენი სტუმარი, რომელიც პირადად ისაუბრებს აი ამ IQ ბროლებზე. თან ჩემი კოლეგა. რა თქმა უნდა. და ბატონ მიხეილს ვთხოვ სტუდიაში. მადლობთ მობრძანებისთვის, ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი სტუმრობა. სანამ მიშა საუბარს დავიწყებ, წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც. ნინო, მე ბატონობით არ მიმართავ, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრები ვართ, კოლეგები ვართ და სხვა შორის ნათლი მირონიც ვაკავშირებთ, დიახ. მიშა, მოდი ჩვენ ახლა მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ რას წარმოადგენს დაავადება კატარაქტა. მოდი ასე ვთქვათ, ეს დაავადება თუ არ არის, თუ ჩვეულებრივი ასაკობრივი ცვლილება, თუმცა არსებობს სხვადასხვა ფორმები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, მოდით ზოგადად ასაკობრივ კატარაქტაზე რომ ვისაუბროთ, რას წარმოადგენს ეს დიაგნოზი. მართალი გზანდებით, გიორგი, რა თქმა უნდა, თქვენთვის კარგად ცნობილია, რომ კატარაქტა არის თან დაავადება და თან რადგანაც სიტყვა ასაკობრივი ზუსტად მიუთითებს იმაზე, რომ ასაკთან ერთად უმრავლესობა მოსახლეობას ეს პრობლემა აწუხებს ასაკთან ერთად და შესაბამისად არ შეიძლება მისი განხილვა მხოლოდ როგორც დამოუკიდებელი დაავადების. არის ჩვეულებრივი ნივთიერებათა ცვლის, დარღვევის, დაბერების შედეგი. ერთ-ერთი თანხლები სიმპტომი. მიშა, რა არის ის ძირითადი სიმპტომები, რომელიც არის დამახასიათებელი ამ დაავადებასთან? აი, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კატარაქტა? ბროლი არის ისეთი უნიკალური სტრუქტურა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც არ შეიცავს სიზარღვეებს, მას არ აქვს ნერვები, ამიტომ შესაბამისად შეუძლებელია მისი ანთება, შეუძლებელია მისი ტკივილი, ესეთ რაღაცა. შეუძლებელია ბროლი ასრულებს ერთ ყველაზე ძირითად და მნიშვნელოვან ფუნქციას იმას, რომ ის უნდა იყოს იდეალურად გამჭვირვალე, რომ ადამიანს მიაწოდოს ფოკუსირება მოხდეს მისი მხედველობა იდეალურად და მხედველობის არეალში, მხედველობის ველში არ კონდეს არანაირი დაბრკოლება. შესაბამისად, კატარაქტის განვითარების ერთადერთი სიმპტომი ეს არის მხედველობის გაუარესება, რომელიც სხვადასხვანაირად აღწერენ პაციენტები, მაგრამ ძირითადად ეს არის დაბინდვა მხედველობის, განვითარებადი დაავადება, შესაბამისად ეს არ ხდება ერთ დღეში და ერთ საათში, მაგრამ ნელ-ნელა ბინდი მატულობს, მერე ჩდება შუქის გამოსახულების გარშემო სხვადასხვა დამატებითი არეოლები, ჩდება რაღაც არამკაფიო მხედველობა, მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, მხედველობის გაუარესება ეს არის ძირითადი და ერთადერთი აუცილებელი სიმპტომი კატარაქტის დაავადების. რა ეტაპზე უნდა ატეხოს ადამიანმა პანიკა, რომ რა სანამ შეგვიძლია ვითმინოთ ეს ჩვენი მხედველობის არა მკვეთრი აი მე მაგალითად ვითმენ. შეხედე, არ ვიმჩნევ და ვითმენ, ფეხს ვითრევ. რომ მივმართო სპეციალისტს. სანამდე შემიძლია ვითრიო ფეხი. საბედნიეროდ, კატარაქტა არის სრულად განკურნებადი დაავადება. აი მაგის იმედი მაქვს უბრალოდ, რომ როდესაც აი ძალიან გამიჭირდება და სახელოს ვერ მივაგნებ კარისას, მე მივა. შესაბამისად, საპანიკოდ საქმე არ არის არასდროს. რაც თქვენ ბრძანებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, დროული და ადრინდელი მკურნალობა ორი ძირითადი ასპექტის გამო არის აუცილებელი. პირველი, რაც უფრო ადრე ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრება, მით უფრო ნაკლებია სხვა პრობლემების რისკი. დაბალი მხედველობა ახლა ადამიანს არა მარტო ასე ვთქვათ, აპანიკებს, არამედ უშლის ხელს მილიონი ცხოვრების ხარისხს აუარესებს და რისკებს დის ნებისმიერი სხვა პრობლემის. ეს ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი ის, რომ რაც უფრო გვიან ხდება კატარაქტის მკურნალობა, მით უფრო ხანგრძლივი და მით უფრო რთული და მით უფრო ბევრი გვერდითი მოვლენები შეიძლება თან ახლდეს რეაბილიტაციას, ანუ აღდგენას მხედველობის. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი კარგად თავდება და კატარაქტა ყოველთვის განკურნებადია, თუმცა რაც უფრო გვიან ხდება კატარაქტის განკურნება, მით უფრო დიდი ხანი ჭირდება მერე თვალს რეაბილიტაციისთვის, აღდგენისთვის და შესაბამისად ადრეული მკურნალობა უფრო მიზანშეწონილია, რა თქმა უნდა. და ასეთ კითხვას ვამე ხოლმე პაციენტები. ეს ერთჯერადი ოპერაცია რო ერთხელ გაკეთეთ და სიცოცხლის ბოლომდე თუ რაღაცა ეტაპის შემდეგ ეს ხელოვნური ინტეგრირებული ბროლი ფუჭდება, იმღრება, რაღაცა ემართება და შემდეგ სჭირდება ამას ჩანაცვლება. ამ ხშირად კითხულობენ პაციენტები. დიახ, საბედნიეროდ დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ ხელოვნური ბროლი, რომელიც იცვლება, ანუ ბუნებრივი ბროლი, რომელიც იცვლება ხელოვნური ბროლით, მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანს, თავის ფუნქციას ისევე ასრულებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ოპერაციის დღიდან, ასევე ცხოვრების ბოლომდე და არ საჭიროებს განმეორებით ჩარევას და განმეორებით იგივე ტიპის
ქირურგიულ ჩარევას პაციენტი. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ტრავმა ან სხვა პრობლემა, რომელიც თვალში მოხდეს რაღაცა. რა თქმა უნდა, რომელიც საჭიროებს დამატებითი, მაგრამ უშუალოდ კატარაქტის განვითარება მეორედ შეუძლებელია. ან ვახსენოთ მეორადი კატარაქტა. კი ბატონო, არსებობს ესეთი დაავადება, რომელიც მეორადი კატარაქტა, რომელსაც ეწოდება მეორადი კატარაქტა და ეწოდება ზუსტად იმიტომ, რომ ის კატარაქტის მსგავსად აუარესებს ხედულობას. თუმცა ეს არის აბსოლუტურად სხვა დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ასე ვთქვათ, სამედიცინო ენაზე შეიძლება უფრო სწორად მასე შეესაბამოს უკანა კაფსულის შემღვრევა, ბროლის კაფსულის შემღვრევა, ვიდრე კატარაქტა, იმიტომ რომ ბროლი ამ შემთხვევაში ხელოვნური ბროლი ინტაქტური რჩება ისევე გამჭვირვალე როგორც არის და აღარ საჭიროებს განმეორებით შეცვლას. რა დაავადების დროს გიორგი, შენ ეს ყველაფერი იცი პასუხები. ხა მე ხო შევა რაღაც უფრო მეტად ვიკითხო. ჩვენ სანამ დავიწყებდით გადაცემას, შემკითხე არსებობს თუ არა შანსი, რომ მხოლოდ მედიკამენტური გზით ვუმკურნალოთ კატარაქტას. იმიტომ რომ რაღაცა გამოჩნდა უკვე ინტერნეტში, ხშირად ხედავ სტატიებს ამასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაც წვეთებია, აი ჩაიწვეთებ, თუმცა იქ არ არის საუბარი, რომ აი რაღაც კურს გაივლის და მე ეს ალაგდება, არა, ამ მთელი ცხოვრება რაღაცა წვეთები უნდა იწვეთო, რომ ეს არ დაგჭირდეს ქირურგიული ჩარევა. რა არის ამ თვალსაზრისით პერსპექტივაში, რამდენად მოსახერხებელია ეს, რამდენად ეფექტურია, თუ ჯერ ამაზე ნაადრევია საუბარი. მართალი ბრძანდებით, ჯერ საბოლოოდ ამაზე თქვა ცოტა ნაადრევია. ალბათ მედიცინა ვითარდება ისევე როგორც ყველა სხვა დარგი და დღევანდელ დღეს ორი საკითხი არის. პირველი, ჯერჯერობით არ არის ისეთი წამალი, რომელიც სრულად განკურნავს კატარაქტას, მხოლოდ არის წამლები, რომელიც აფერხებს მის მომწიფებას და დროში ახანგრძლივებს ჩამოყალიბებას კატარაქტის და მეორე, რამდენად საჭირო არის თუ დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, რომ პოსტქირურგიული მარტივი ქირურგიული ჩარევის შემდეგ რამდენ წუთიანია ოპერაცია? მარტივი ჩვეულებრივი კატარაქტა. 5-7 წუთი. 5-7 წუთი და არაფერს აღარ იწვეთებ. მე ხარ მთელი ცხოვრება ბედნიერად. პოსტოპერაციულ არა, მაგას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, აღდგენითი. და შემდეგ მეორედ გარანტირებულად ეს პრობლემა აღარ არის საერთოდ. როდის ვითარდება მეორადი კატარაქტა? რა დაავადებების დროს? მეორადი კატარაქტა საერთოდ არ არის როგორც გითხარით დამოუკიდებელი პრობლემა, ის შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კატარაქტა არის ოპერირებული და ის ხასიათდება ბროლის ჩანთის შემღვრევით, გამჭვირვალობის დაკარგვით. შეიძლება თეორიულად ვთქვათ, რომ 100% შემთხვევაში ესეთი რაღაცა ხდება. უბრალოდ რამდენად საჭიროებს ის მკურნალობას, ეს დამოკიდებული ემაზე, რამდენად აქვეითებს ის მხედველობას და მოქმედებს თუ არა საერთოდ მხედველობაზე. იმიტომ რომ ბროლის ჩანთა, რომელშიც ხელოვნურ ბროლს ვათავსებთ ოპერაციის დროს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი კედელი სქელდება, უხეშდება და პირიქით ის ხელს უწყობს იმას, რომ არ მოხდეს ბროლის პოზიციის შეცვლა და ის მყარად იყოს თავის ადგილას. შესაბამისად, მისი გაკვეთა საჭიროებას თუ არ წარმოადგენს და აუცილებლად თუ არ არის მხედველობაზე თუ არ მოქმედებს და დისკომფორტს თუ არ იწვევს, მთელი ცხოვრება ადამიანი შენარჩუნებული აქვს. ანუ მარტივი манипуляციით შეიძლება ამ ჩანთის გაკვეთა და მოშურება, თუმცა ეს საჭირო არის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. და მიშა, ახლა ჩვენ ვუთხრათ ნინას და ჩვენ ტელემაყურებელს თუ რატომ მობრძანდით დღეს ჩვენთან. ძირითადი გზავნილი, რომელიც ჩვენ მოიტანე კლინიკა ოფთალმოლოგიიდან, რა სიახლეებს თავაზობთ მოსახლეობას. ძირითადი გზავნილი, რის გამოც დღეს ვარ მოსული, არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს კლინიკაში, სათაო ოფისში, სათაო კლინიკაში, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმოლოგიაში 1 ოქტომბრიდან შესაძლებელი გახდა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ დაფინანსებული კატარაქტის ოპერაციის ფარგლებში, ოპერაციის მსვლელობაში გამოყენებული იყოს ხელოვნური ბროლი ამერიკული კომპანია Alcon-ის მიერ წარმოებული, ეგრეთ წოდებული Acrisof IQ. ეს გახდა შესაძლებელი ბატონ გია ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის დაფინანსების და კომპანია Alcon-ის შეთანხმების შედეგად. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამ ბროლზე რომ ვთქვათ, უფრო ეს დეტალურად, რატომ მაინდა-მაინც ეს ბროლი და რატომ მაინდა-მაინც კომპანია Alcon-ი, არსებობს ესეთი მედიცინაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში, არსებობს ესეთი რაღაცა ეტალონური მაჩვენებელი, რომელსაც ხშირად დარდება ხოლმე რაღაცა სხვა. იმის მერე რაც კომპანია Alcon-მა ეს ბროლი შეიმუშავა და იმის მერე რაც არსებობს ეს ბროლი, ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც ტარდება ბროლების შესახებ, ან კატარაქტის ქირურგიის შესახებ, რაღაცა ხდება შედარება კონკრეტულად ამ ბროლთან, იმიტომ რომ ის მთელ მსოფლიოში მიიღება როგორც ოქროს სტანდარტი
კატარაქტის ქირურგიისას. Რა თქმა უნდა, მას აქვს ბევრი კონკურენტი ყავს. ყველა კომპანია ცდილობს რომ თავისი ბროლი წარმოიჩინოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სოფლიოში გამოყენებული არის ყველა წამყვან კლინიკაში ეს ბროლი. მას აქვს რამოდენიმე განსხვავებელი თვისება. პირველი საერთოდ მაღალი ხარისხის პროდუქტს რაც ახასიათებს, ეს არ ეხება მხოლოდ ამ ბროლს, ზოგადად ეს არის დამზადებული ბიოლოგიურად აბსოლუტურად შეთავსებ მასალასგან, პოსტოპერაციულად არ არის ხოლმე რეაქცია ორგანიზმის მომატებული ჭარბი, რაც შეიძლება სხვა ბროლის შემთხვევაში მოხდეს. სრულად არის წინასწარ გათვლადი მისი ოპტიკური ძალა, ის ირჩევა ისევე მოგეხსენებათ ოფთალმოლოგიაში ბროლები ირჩევა ისევე როგორც სათვალის ნომერი და სრულად არის გათვლადი მისი ოპტიკური ძალა, რაც გვაძლევს საშუალებას რომ წინასწარ დავგეგმოთ და მივიღოთ ის შედეგი, რასაც ველოდებით. ეს მაღალი ხარისხის ბროლებს ზოგადად ახასიათებს, მაგრამ კონკრეტულად ამ ბროლის რამოდენიმე ასპექტი არის, რომელზეც ცალკე ვიტყვი კიდევ სამ ასპექტს აღნიშნავ. პირველი, ეს ბროლი არის დამუშავებული სპეციალური ეგრეთ წოდებული წამლით, ნივთიერებით, რომელიც უწყობს ხელს ისე იმას, რომ მასზე არ მოხდეს დალექვა სხვა ბიოლოგიური აგენტების. მოგეხსენებათ, კატარაქტა ხშირად ემართებათ ასაკოვან პაციენტებს, ხშირად ემართებათ პაციენტებს, რომელსაც აქვს თანხლები დაავადება, ისე როგორც არის შაქრიანი დიაბეტი, ანთებითი პროცესები, შეიძლება მოხდეს სისხლშაქცევა და ასე შემდეგ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბროლი დარჩეს ინტაქტური მთელი ცხოვრება და მის ზედაპირზე არ მოხდეს დალექვა სხვა ნივთიერებების. ეს ერთი ნიუანსი, რაც ამ ბროლს განასხვავებს სხვა ბროლებისგან. მეორე მომენტი არის მისი ასფერული ზედაპირი. რას ნიშნავს ასფერული ზედაპირი? ეს ბროლი არის დამუშავებული ისე სახით, მოგეხსენებათ, ხელოვნური ბროლი არის უცხოსხეული ორგანიზმისთვის, გარკვეული პერიოდი ჭირდება ადამიანს ადაპტაციისთვის და რომ მიეჩვიოს სხვანაირ ხედვას, რომელსაც იღებს ხელოვნური ბროლით. ყველაზე სწრაფი ადაპტაცია ხდება ასფერული ზედაპირის შემთხვევაში, რომელიც არ იძლევა დამატებით შუქის ანარეკლებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად საჭესთან, მანქანის, შემოხვედრი მანქანის მაშუქების განათების დროს, ან რაღაცა კუთხით როცა ეცემა შუქი, არ არის დისკომფორტი. ეს მეორე ასპექტი და მესამე, მისი ასე კიდე განსხვავებელი მომენტი, ეს არის ეგრეთ წოდებული ყვითელი ფილტრი. ადამიანის ბროლი ასაკთან ერთად ნელ-ნელა ფერს იძენს და ნელ-ნელა ყვითელი ფერისკენ იხრება მისი შეფერილობა. ეს არის ბუნებრივი პროცესი და რადგანაც კატარაქტის ქირურგია ძირითადად, ასაკობრივი კატარაქტა ძირითადად ტარდება ასაკოვან პაციენტებში, მნიშვნელოვანია რომ პოსტოპერაციული პერიოდი იყოს მიახლოვებული მათ ბუნებრივ ფერების ახმასთან, რასაც ხელს უწყობს ეს ყვითელი ფილტრი და იძლევა უფრო ბუნებრივ ახმას და უფრო კომფორტული არის პაციენტისთვის პოსტოპერაციულ პერიოდში. ეს სამი მომენტი არის, რაც განასხვავებს კონკრეტულად ამ მოდელს ბროლის სხვა ბროლებისგან. მიშა, რა თქმა უნდა, ეს არის ინდივიდუალურად თქვენი კლინიკის გადაწყვეტილება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში არის ძალიან ბევრი მომწოდებელი და სხვადასხვა კლინიკები თანამშრომლობენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ ჩამოუვარდებიან თავიანთი ხარისხით, მაგრამ ეს კლინიკის არჩევანია და, რა თქმა უნდა, მივესალმები ამას. მიშა, მოდი ახლა ჩვენ მაყურებელს ვუთხრათ, როგორ შეიძლება თქვათ ეს ყველაფერი ორგანიზაცია ყველაფრის მოხდეს, სად უნდა მოგმართონ, როგორ უნდა მოხდეს პაციენტების ჩაწერა და ასე შემდეგ. საერთოდ დღემდე ჩვენს კლინიკაშიც ისევე და სხვა კლინიკებშიც დაახლოებით ესეთი სიტუაცია იყო ამ კატარაქტის ქირურგიასთან დაკავშირებით. პაციენტი, როდესაც მოდიოდა რომ საუბრობდით ქირურგიაზე, მას ჰქონდა არჩევანი რამოდენიმე ბროლს შორის. ყველა კლინიკაში თითქმის ხდებოდა იგივე, რაც ჩვენთან კლინიკაში. ერთი იყო ის ბროლი, რომელიც იყო დაფინანსებული და შედიოდა სტანდარტულ დაფინანსებაში, იყო ბროლი უფრო მაღალი ხარისხის და იყო ყველაზე მაღალი ხარისხის, რომელიც ზუსტად ეს Aggress of IQ Alcon-ის ბროლი, რომელიც ყველა ამ თვისებას თავის თავში, ასე ვთქვათ, მოყრილი იყო ამ ბროლში. ამ შემთხვევაში პაციენტს უწევდა დამატებითი ხარჯი, რომ შეეძინა ეს ბროლი და ამ ბროლით გაეკეთებინა ოპერაცია.
დღევანდელ დღეს ზუსტად ეს არის პრინციპული სხვაობა, რომ ეს ბროლი უკვე შესული არის იმ დაფინანსებაში, რასაც იღებს პაციენტი საყოველთაოდ დაფინანსებით და მას არ აქვს დამატებითი ხარჯი დაკავშირებული ამ ბროლის შეძენასთან დაკავშირებით. ნებისმიერ პაციენტს შეუძლია მოგმართოს კლინიკაში, თბილისში, ესე იგი ჩვენ სათავო კლინიკაში და მიიღოს მომსახურება შესაბამისად ამ ბროლით ჩაიტაროს ქირურგიული ჩარევა. პაციენტების სახელით გავაჟღერებ პოსტოპერაციული პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება, რამდენად დისკომფორტულია ეს პაციენტისთვის და თუ არის რაღაც სპეციალური ესეთი მეთოდები, რაც გააადვილებს და დააჩქარებს აი ამ პოსტოპერაციულ ადაპტაციის პერიოდს. პირველ რიგში თქვენ უკვე შეეხეთ ამას, რაც შეიძლება ადრეული მკურნალობა. რაც უფრო ადრე მკურნალობთ, მით უფრო მარტივად, სწრაფად და უპრობლემოდ მიდის პოსტოპერაციული პერიოდი. საერთოდ პოსტოპერაციული პერიოდი რთული დასაცავი არ არის, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა და პოსტოპერაციული მედიკამენტის ჩაწვეთება ადგილობრივად აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ რეაბილიტაცია გაიაროს თვალმა, არ საჭიროებს დამატებითი წამლების მიღებას, ან ინიექციებს. ან სამსახურში რამდენ ხანში შეუძლია გავიდეს? გააჩნია სამსახურის სახეს. თუ არ არის დაკავშირებული რაღაც მტვერთან, დაბინძურებასთან, მაღალი რისკი არ არის ინფექციური პრობლემის და ასე შემდეგ. საოფისე სამსახურში მეორე მესამე დღეს უკვე შეუძლია საკმაოდ უბრალოდ უნდა კონდეს საშუალება რომ ხელი დაიბანოს და სუფთა ხელით ჩაიწვეთოს წვეთი. ეს საკმაოდ ხშირია თავიდან, მე სულ უფრო იშვიათდება ეს ჩაწვეთება და აი ამ ჰიგიენის დაცვის საშუალება უნდა. აბა ნინა, შენ თუ იცი ხელოვნური ბროლის შექმნის ისტორია? შენ ერთხელ მოუყევი მახსოვს. ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ბრიტანელი ფრინავები თქვათ მათი თვითმფრინავი როდესაც ვარდებოდა და ზიანდებოდა ის კაბინა რაშიც ისხდნენ ის იყო დამზადებული პოლიმეტილმეტაკრილატით ხო და ძალიან ხშირად ახლა მიშამიც ეს ყველაფერი ეს უცხო სხეულები უვარდებოდა ნატეხები უვარდებოდათ თვალში გადიოდა პერიოდი, გადიოდა წლები და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ აბსოლუტურად ინერტული იყო ეს უცხო სხეული. და მხოლოდ ამის შემდეგ ექიმა ჰაროლდ რიდლეიმ მეტაკრილატით გააკეთა ჰაროლდ რიდლეიმ პირველად გადანერგა 1945 წელს 46 წლებია გადანერგა ეს ხელოვნური ბროლი, რომელიც ადამიანის ორგანიზმმა მიიღო და შემდეგ უკვე დაიწყო მასიური წარმოება ამ ბროლის. მაგრამ მე ბოტოქსის გაკეთების ისტორია უფრო მოწონს, ისეც ოფთალმოლოგმა მიაგნო იცი, როდესაც მეუღლეს აი ეს კუნთის თამაშის გასაჩერებლად უკეთებდა და აღმოაჩინა, რომ იმ ადგილზე ნაოჭები გასწორდა. აი ეგ ისტორია უფრო იცი არის. ეს უფრო სასიხელო ისტორია ვიდრე კორონავირუსი, რომელიც ასევე ოფთალმოლოგმა აღმოაჩინა. მაგრამ რეაგირება არ მოახდინა არავინ. არ მოახდინა რეაგირება და აი წარმოიდგინე რა შეღავათი მოგცა ქალებს და არა მარტო ქალებს, კაცებსაც. ასე რომ ძალიან საინტერესო იყო დღეს ბატონი მიშა სტუმრობა, როგორც ყოველთვის, გელით ისევ და